ის რომ დ-ვიტამინის შესახებ ინტერესი ძალიან გაიზარდა ბოლო წლებში შემთხვევითი არ ყოფილა. უპირველეს ყოვლისა შესაძლებელი გახდა გამოკვლევების ფართოდ დანერგვა კლინიკურ პრაქტიკაში იმ თვალსაზრისით, რომ ხელმისაწვდომია დ-ვიტამინის ანალიზი ძალიან ბევრი სამედიცინო დაწესებულებისათვის, რომელსაც მეტნაკლებად ძლიერი ლაბორატორია აქვს. ყველას კარგად გვახსოვთ ის პერიოდი, როდესაც ვიტამინების გამოკვლევა რთული ბიოქიმიური ანალიზების საფუძველზე იყო შესაძლებელი და ძალიან ძნელი შესასრულებელი. აღმოჩნდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია დ-ვიტამინთან დაკავშირებით. მხედველობაში მაქვს კლინიკური კვლევები, მეცნიერული სერიოზული გამოკვლევები, რომლის მხრივაც ცხადი გახდა, რომ თურმე დ-ვიტამინს ძალიან დიდი როლი აქვს უამრავ სასიცოცხლო პროცესებში. მაგრამ სანამ ამ საკითხებს შევეხებოდით, ალბათ გამართლებული იქნება დ-ვიტამინის მეტაბოლიზმის შესახებ მოკლე ინფორმაცია, რომ წარმოვადგინოთ. აი ამ სურათზე ჩანს, რომ ჩვენს სხეულში დ-ვიტამინი შეიძლება მოხვდეს საკვებთან ერთად. ეს არის მცენარეული წარმოშობის ერგოკალციფეროლის სახით D2 ვიტამინი, ან ცხოველური წარმოშობის ქოლეკალციფეროლის სახით D3 ვიტამინი. მაგრამ როგორც გაირკვა, სხვადასხვა მონაცემები არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი ბოლო მონაცემით D-ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილების 20-25% შეიძლება თურმე იმედი გქონდეს, რომ დაკმაყოფილდება საკვებთან ერთად მიღებული. ანუ ეს არ გახლავთ ძალიან დიდი რაოდენობით და როგორც გვეუბნებიან და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონია კანში მზის ულტრაისფერის სხივების ზეგავლენით მიმდინარე პროცესებს, რომელსაც D-ვიტამინის წარმოქმნა მოსდევს, დაგვირგვინდება აი ამ ქოლეკალციფეროლის სინთეზით და ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, რომ ყველა მზის სხივი ყველა შემთხვევაში ვერ გვეხმარება ჩვენ D-ვიტამინის წარმოქმნაში. ამისათვის თურმე უნდა იყოს ულტრაისფერის სხივების გარკვეული ტალღის სიგრძის 280-დან 315 ნანომეტრამდე. ეს კი მზის სხივებში ჩვენამდე ყოველთვის ვერ აღწევს, არის ძირითადად სადღაც 12 პირველი საათიდან 3 საათამდე შუა დღისას. ისიც კარგი ამინდი, როდესაც არის. შესაბამისად, ის რომ თქვათ დილის საათებში მივეფიცხებით ან საღამოთი ჩამოვალე მზის სხივებს, როგორც ჩანს D-ვიტამინის მხრივ დიდად ან საერთოდ ვერ გვეხმარება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ აი სრულფასოვანი თუ იქნება ინსოლაციის ფაქტორი, აქედან შეიძლება სადღეღამისო მოთხოვნილების 80%-მდე მიღება. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ თანამედროვე ცხოვრების პირობები ისეთია, ძირითადად ოფისის თანამშრომლები ვართ და იშვიათი მოსახლეობის რაღაც გარკვეული ნაწილი, რა თქმა უნდა, მზის სხივებს დანატრულებული არ არის, მაგრამ ექიმები მათ შორის არ ვართ განებივრებული, რადგანაც დილიდან საღამომდე თუ კი სამუშაო გვაქვს, რა თქმა უნდა, ოთახში ვართ და გამორიცხულია. იქ მზის სინათლე რო შემოდის, ეს არ ნიშნავს, რომ საკმარისი იქნება ეს D-ვიტამინის წარმოქმნისათვის. მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ D-ვიტამინის ნაკლებობის საფრთხის წინაშე
ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს, მაგრამ დაუბრუნდეთ აი ამ განხილვას ამ სქემის. ქოლეკალციფეროლი ისე როგორც კანიდან და ნაწლავიდან შეწოვილი, უნდა მოხდეს ღვიძლში, ცხადია მოხდება ღვიძლში და აქ ფერმენტი 25 ჰიდროქსილაზას დახმარებით წარმოიქმნება ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის 25 ჰიდროქსი ვიტამინი D3. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ეს არ გახლავთ ვიტამინის აქტიური ფორმა, მაგრამ არის სტაბილური, მისი ნახევრადასრიგ პერიოდი საკმაოდ დიდია და აღმოჩნდა, რომ კლინიკურ პრაქტიკაში, როდესაც გვინდა D ვიტამინის სტატუსი შევაფასოთ, თურმე ყველაზე შესაფერისი აი ამ საკითხზე მსჯელობისათვის ყოფილა სწორედ აი ეს არააქტიური ფორმის, მაგრამ ის, რომელიც ღვიძლში წარმოიქმნება ქოლეკალციფეროლისაგან, ერგოკალციფეროლისაგანაც და ეს არის 25 ჰიდროქსი ვიტამინი D, რომელიც აქტიური ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც თირკმელში მოხდება და იქიდან სწორედ თირკმელში აი ამ 25 ჰიდროქსი ვიტამინი D-დან წარმოიქმნება 1,25 ჰიდროქსი დიჰიდროქსი ვიტამინი D. ახლა ამ სახელწოდებებმა შეიძლება ცოტა დაგვაბნიოს, რის 25, რა 1,25. ეს არის ლაპარაკი რაღაც გარკვეულ პოზიციაზე ჰიდროქსიდის ჯგუფი რო არის მიმაგრებული და ამით სწორედ განსხვავდება ერთმანეთისაგან და აი ეს სწორედ კალციტრიოლის სახელწოდებით რომ არის ცნობილი, ეს არის ჰორმონულად შემთხვევით არ თქვი ეს სიტყვა აქტიური ვიტამინი. რადგანაც ახლა D ვიტამინი მართლაც კლასიკური გაგებით ვიტამინი არ გამოდის, არა? იმიტომ რომ ვიტამინი ის არის, რომელიც თქვა საკვებთან ერთად ხდება ჩვენ ორგანიზმში და რაღაც პროცესებში მონაწილეობს და D ვიტამინი კიდე ყოფილა ის, რომელიც კი რაღაცა რაოდენობა საკვებთან ერთად ხდება, მაგრამ ჩვენს ორგანიზმში წარმოიქმნება ისე როგორც ჰორმონები და დისტანციაზე მოქმედებენ და ძალიან მრავალრიცხოვანი ფუნქციები აკისრია. მაგრამ დაუბრუნდეთ ახლა აი ამ კონფერენციას, ეს იყო მე-6 საერთაშორისო კონფერენცია D ვიტამინის მხრივ საკამათო თემებზე, რომელიც აი აქ ძალიან საინტერესო საპატივსაცემო საზოგადოებისაგან შედგებოდა, მაგრამ როგორც ხედავთ, საკმაოდ ესეთი შეზღუდული რაოდენობის იყვნენ მონაწილენი, ანუ ესენი იყვნენ ამ საკითხში ძალზე კომპეტენტური, მაღალი პროფესიონალი, მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებმაც შეიმუშავეს სწორედ აი ეს კონსენსუსი, ანუ ურთიერთთანხმობის განაცხადი D ვიტამინის სტატუსის შეფასებისა და D ვიტამინის დამატების შესახებ კითხვებზე შეეცადნენ პასუხი გაეცათ რატომ, როდის და როგორ. აღარ გავიმეორებ ახლა იმას, რაც ახლა უკვე ვთქვი, რომ D ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და რომ შემთხვევითი არ არის, რომ ამით დაინტერესდა მედიცინა ძალიან ინტენსიურად, მაგრამ აი ამ ინტენსიობის მიუხედავად ბოლომდე არ ყოფილა ჯერ კიდევ შესწავლილი D ვიტამინის სტატუსის შეფასების მნიშვნელობა, მისი დეფიციტით გამოწვეული დარღვევების თავისებურებანი და ამ ვიტამინის დანამატების მიღებით, ამ ვიტამინის დამატებით მიღებული დადებითი თუ უარყოფითი ეფექტები. აი ეს საკითხები რა თქმა უნდა ინტენსიური შესწავლის პროცესია, მაგრამ როგორც ჩანს ბოლომდე ვერ ჩავთვლით, რომ ყველაფერი ნათელია და ჯერ კიდევ საკამათო ბევრი ყოფილა. Ну, ცხადია, რომ ახლა D ვიტამინის მეტაბოლიზმი სრული პროცესია, უამრავი ფერმენტები მონაწილეობს, რომ D ვიტამინი აქტიური, როდესაც გახდება, ის მხოლოდ მაშინ მოახერხებს ზეგავლენა მოახდინოს ამა თუ იმ პროცესებზე, როცა ის შეუერთდება რეცეპტორს, ესეც სპეციფიური რეცეპტორია, რომელიც უჯრედებზეა მოთავსებული და ეს ძალიან საინტერესოა ის მომენტი, რომ თურმე D ვიტამინის რეცეპტორები არის ძალიან ბევრ ქსოვილში, ჩვენს ორგანიზმში, ადამიანის ორგანიზმში ძალიან ბევრი უჯრედი შეიცავს D ვიტამინს და ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ D ვიტამინი რაღაც გარკვეულ როლს ასრულებს აი ამ თითქმის ყველა
საშიშროცხლო პროცესებში. აქ 25 ჰიდროქსივიტამინი D შესახებ უკვე გითხარით და რომ ის გამოიყენება სწორედ D ვიტამინის სტატუსის შესაფასებლად ლაბორატორიული კვლევის შედეგები, მაგრამ დღემდე საკამათოდ არის მიჩნეული, როგორი უნდა იყოს ნორმალური დონე D ვიტამინისა. ადრე ძალიან გვაწყობდა ჩვენ, როდესაც მოცემული იყო გრადაცია, რომ თქვათ 30-39-ის მერე 30 და მეტი, 100-მდე თქვათ, ამას ახლა ვიკამათებთ, არის ნორმალური, რომ თქვათ 20-დან 29-მდე არის ნაკლებობა, მაგრამ თითქოს არ აუშავს, რომ 20-ის ქვემოთ 10-მდე ნაკლებობაა და მერე კატასტროფა. დღეს გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი თურმე საკმარისად დასაბუთებული არ ყოფილა და აი ამ გრადაციას, რომელიც ჩვენ პრაქტიკულად ძალიან გვაწყობდა, იმიტომ რომ ვაფასებდით პაციენტს, სად როგორი აქტიურობა გამოგვეჩინა, ეხლა გვეუბნებიან, რომ იცი რა, ეს მაინდა-მაინც სანდო არ ყოფილა თურმე. რატომ? იმიტომ რომ კლინიკური კვლევებით ვერ დაადგინეს რა დონის შემთხვევაში რა უარყოფითი თუ დადებითი შედეგი შეიძლება იყოს ყარად დასაბუთებული. ცხადია, რომ არსებობს სხვა პრობლემებიც, რომელიც აძნელებს D ვიტამინის შესახებ ჩვენი ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას. მაგალითად, სხვადასხვა მეთოდიკები ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა თურმე ერთმანეთსაგან განსხვავდება სიზუსტით, განსხვავდება შედეგებით და როდესაც ცდილობენ ჩაატარონ, თქვათ, მეტაანალიზი ეს ძალიან სერიოზული მიდგომაა, როდესაც სხვადასხვა კვლევების შედეგების დაჯგუფება ხდება, ერთად გაანალიზება ხდება და უფრო დამაჯერებელი დასკვნების შესაძლებლობა ჩნდება. აი აქ D ვიტამინთან დაკავშირებით ეს გართულდა, იმიტომ რომ მეთოდები, რომელიც არის სხვადასხვა კვლევებში გამოყენებული, არ ყოფილა ერთნაირი და თუ ერთნაირი საზომი ერთნაირი არ არის, როგორ შეიძლება გაზომილი შევადაროთ ერთმანეთს. აი ესეც ძალიან პრობლემური აღმოჩნდა. ჩამონათვალი, რომ თურმე D ვიტამინის დეფიციტი ბევრ პრობლემას ქმნის, ჩვენ გვექნება მომდევნო მოხსენებაში ამაზე საუბარი და მე დიდხანს ამაზე არ შეგაწყეთ, უბრალოდ ამ დოკუმენტში არის ეს საკითხი გაშუქებული, რომ ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი, რომ არის D ვიტამინის დეფიციტის ერთ-ერთი მძიმე შედეგი, რომ მოტეხილობა, ძვლების მოტეხილობა, რომელიც შეიძლება ზოგჯერ კატასტროფული შემთხვევებით დამთავრდეს, აი ამ დეფიციტთან არის დაკავშირებული, ოსტეომალაციაზე და რაკეტზე უკვე აღარაფერს ლაპარაკობ, ეს კარგად ცნობილია, მაგრამ საინტერესოა, რომ ძალიან ბევრი შრომები არის მიძღვნილი ისეთ გამოვლენებზე, როგორც არის ნერვული სისტემის მხრივ, გულსიზარდთა სისტემის მხრივ და სხვადასხვა აი ასეთი სისტემების მუშაობის მხრივ. თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე სიმსივნური პროცესები დავწევია სიმსივნესთან დაკავშირებითაც D ვიტამინის სტატუსის კავშირი განიხილება ძალიან სერიოზულად და შესაბამისად მაგალითად ხანშესულთა ასაკში სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება შემოკვდეს D ვიტამინის დეფიციტის შედეგად, დღეს უკვე შეიძლება ითქვას არ კამათობენ და D ვიტამინის გამოყენება ხანშესულთა ასაკში ჩვენ მომდევნო სლაიდებზე გვექნება ამაზე საუბარი, თურმე ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა ვთქვათ ხანშესულთა ასაკში, ყოველ შემთხვევაში 70 წლის, 74 წლის და 75 წლის ზემოთ. ის რომ D ვიტამინის ნაკლებობას თურმე შედეგი გავლენა არ აქვს, ასეთი შრომებიც არსებობს და აი ამ კონფერენციაზე ამასაც შეეხენ ეგრეთ წოდებული ნულოვანი შედეგები D ვიტამინის გამოყენების და თქვენს რომ ეს არ არის დამაჯერებელი, რადგანაც ეს გამოკვლევები დიზაინი გარკვეული ხარვეზებით ყოფილა, მაგალითად შერჩეული იყო
პაციენტები, ადამიანები დაკვირვებისათვის, რომლებიც თურმე D ვიტამინის საკმარისი რაოდენობას შეიცავდნენ და ასეთ შემთხვევაში D ვიტამინის დამატება რაიმე სიკეთის მომტანი ვერ იქნებოდა დამატებით და ამიტომ თქვენს რომ არა ბოლო გამოკვლევებით მართლაც არის საფუძველი ვილაპარაკოთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია D ვიტამინის როლი ჯანმრთელობის და ავადმყოფობათა პროფილაქტიკის მხრივ. აი ეს საკითხები უკვე ჩვენ ვისაუბრეთ. ხო. D ვიტამინის ორგანიზმში სამედიცინო თვალსაზრისით თუ ასე ვთქვათ, ზემოქმედება როგორ უნდა მოხდეს D ვიტამინი ორგანიზმში? ნუ აქაც არის რაღაც ასთა სხვადასხვაობა და ჩვენ მაინც ალბათ უნდა გავიზიაროთ ის მოსაზრება, რომ ყველაზე უფრო ოპტიმალურად და აი ამ კონსენსუსის ავტორებმა სწორედ ასე დაასკვნეს, რომ ორალური გზით მიღებული ყველაზე უფრო გამართლებულია D ვიტამინის. თუმცა არის სიტუაციები, როცა პარენტერალური გზით შეიძლება ორგანიზმში მოგვიწიოს D ვიტამინის შეყვანა, მაგრამ ეს ძირითადად ისეთი მძიმე ხარისხის მალაბსორბციები თუ არის ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ, როდესაც კუთვნილების მხრივ უხეში ცვლილებებია და შეწოვის პროცესია დარღვეული, ცხადია რომ ამას შეიძლება პარენტერალური გზით შეყვანა სჯობდეს. რაც შეეხება პრეპარატი, რომელიც მოგესალმებით, რომ D ვიტამინის სხვადასხვა ტიპის პრეპარატები არსებობს, მე ვლაპარაკობ სხვადასხვა დასახელებას, მაგალითად, ქოლეკალციფეროლი შეიძლება უამრავი დასახელებით იყოს ბაზარზე. არა, ამაზე არ არის ლაპარაკი. არის და ახლა ჩამოვთვლი, რომ ქოლეკალციფეროლი D3 ვიტამინი, რასაც ქვია, მაინც აი ამ კონსენსუსის ავტორების აზრით არის ყველაზე უფრო გამართლებული მისი გამოყენება, როდესაც ჩვენ გვინდა D ვიტამინის პროფილაქტიკური გზით თუ სამკურნალო მიზნით რომ მივიღოთ. ძირითადად ეს არის სწორედ იმიტომ გამოწვეული, რომ დოზირება არ არის ძნელი და რაც თავარია მონიტორინგი, რომ მისი ეფექტები არ იყოს, თქვათ, რაღაც მოულოდნელი, ამ მხრივ უფრო ადვილია მონიტორინგი და წამდაუწმ ანალიზების კეთება ქოლეკალციფეროლის მიღების ფონზე ასეთი აუცილებლობა არ არის. ნუ განსხვავებით მაგალითად კალციტრიოლის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება ძალიან მკვეთრად მოქმედებდეს, თქვათ, იგივე კალციუმის შემცველობაზე და შედარებით უფრო მკაცრი მონიტორინგი იყოს საჭირო. ახლა ერგოკალციფეროლი, ანუ ის რაც სცენარეული D2 ვიტამინს როძახით, ნუ პრაქტიკულად ახლა ჩემი ახალგაზრდობის დროს ეგ ერთადერთი ხელმისაწვდომი D ვიტამინი იყო და მე კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც იყო სპირტზე დამზადებული, იყო ზედზე დამზადებული წვეთების სახით და იმის დროსაც ვთქვათ, ჰიპოპარათიროზის დროს, როცა ჰიპოკალცემიას ვკურნალობდით, იძულებული ვიყავით აი ეს ერგოკალციფეროლის პრეპარატი მიგვეღო, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ დღეს ახლა ამის საჭიროება აღარ არის. კალციფედიოლი, ეს იგივე ის 25 ჰიდროქსი D ვიტამინია, რომელიც ქოლეკალციფეროლიდან ღვიძლში წარმოიქმნება და აი ეს კალციფედიოლი ახლა მე არ მიცემ ჩემ თავისუფლებას დავასახელო პრეპარატის სახელწოდებები, ეს არ იქნება გამართლებული, მაგრამ ქიმიური თვალსაზრისით ეს არის ის, რომელიც ბაზარზე არსებობს ეს პრეპარატი კალციფედიოლის სახით და ყველა შემთხვევაში რაკი ახალი პრეპარატი გამოჩნდება ხოლმე, ჩვენი კოლეგების ნაწილი აიტაცებს და იწყებენ ინტენსიურ ხმარებას ყოველდღიურ პრაქტიკაში. ნუ აი ამ კონსენსუსის ავტორები გვეუბნებიან, რომ უპირატესობა ქოლეკალციფეროლს უნდა მიენიჭოს და თქვათ იგივე კალციფედიოლი შეიძლება ვთქვათ იმ შემთხვევაში, როცა მალაბსორბციის სინდრომია, არის ეს შემთხვევაში, როდესაც გვინდა შედარებით სწრაფად გამოსწორდეს D ვიტამინის შემცველობა. ნუ ეს საკვირველი არ არის, იმიტომ რომ კალციფედიოლი არის უკვე ის, რომელიც პირდაპირ შემდეგ თირკმლებში კალციტრიოლად უნდა გარდაიქმნეს და ამიტომ მისი ეფექტი შედარებით სწრაფია. თვითონ კალციტრიოლის გამოყენება 100 პრეპარატიც არსებობს, ხო სწორია და მაგრამ გარკვეული სიფრთხილეა საჭირო,
თირკმლების მძიმე დაზიანების დროს, როდესაც თირკმლებში ვეღარ ხდება აი ამ იმის რა ქვია 25 ჰიდროქსილ იმის რა ქვია დ-ვიტამინის გარდაქმნა 1-25 ჰიდროქსივიტამინად, დიჰიდროქსივიტამინად, აი ამ დროს ცხადია, რომ გამზადებული სახით კალციტრიოლის მიღება შეიძლება სავსებით გასაგები იყოს, რატომ არის საჭირო. და რა თქმა უნდა, გამოიყენება აგრეთვე ეგრეთ წოდებული დ-ვიტამინისადმი რეზისტენტული ფორმის ეგრეთ წოდებული პირველი ტიპის რახიტის შემთხვევაში და სხვა ჩვენებებია ეგრეთ წოდებული X ქრომოსომასთან შეჭიდული ჰიპოფოსფატემიური რახიტი და ქრონიკული ჰიპოპარათირიოზი, როდესაც კალციუმის ჰიპოკალცემიის კორექცია გვინდა, მაგრამ დიდი სიფრთხილით არის საჭირო კალციტრიოლის გამოყენება ამ დროსაც. არ შეიძლება არ ვახსენოთ კიდევ ერთი პრეპარატი, რომელიც აი ამ კონსენსუსის ტექსტში არ ფიგურირებს, მაგრამ ქართულ ბაზარზე არის, ეს არის 1-ალფა ჰიდროქსივიტამინი D3, რომელიც თავისი აგნაგობით ისეთია, რომ ორგანიზმში ბუნებრივად ის არ წარმოიქმნება, სინთეტური პრეპარატია, D-ვიტამინის შეიძლება ანალოგი, მაგრამ იმით გამოირჩევა, რომ მისი გარდაქმნა კალციტრიოლად ხდება ღვიძლში. სათანადო ფერმენტული სისტემები არსებობს და ეს ძალიან მოსწონთ ნეფროლოგებს, როცა ხედავენ, რომ თირკმელი მძიმედ არის დაზიანებული, თირკმელში უკვე წარმოქმნა კალციტრიოლისა ძალიან დაქვეითებულია, საერთოდ შეიძლება არ იყოს და ასეთ შემთხვევაში 1-ალფა ჰიდროქსივიტამინი D შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან კარგი გამოსავალი. საინტერესო ფრაგმენტია აი ამ დოკუმენტში კიდევ იმ პირთა ჯგუფების ჩამონათვალი, ვისაც კლინიკური თვალსაჩინო D-ვიტამინის დეფიციტი საფრთხე ემუქრება. და აი აქ არის მაგალითად ადამიანთა ჯგუფები, ხანდაზმულები, ბინას მიჯაჭვულები, როგორ ვთქვა, სულ სახში რომ არიან. შეზღუდული შეძლების მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობით მქონე პირები, რო ეძახიან, ანუ რომელსაც ნაკლებად აქვს შესაძლებლობა, რომ ინსოლაციის ფაქტორი ეს საერთოდ ეს ჩამონათვალი, როგორც ხედავთ, ადვილი მისახვედრია ეს არის. ან მოხუცებულთა სახლსა და მსგავს საცხოვრებელ ადგილების ბინადარნი. შენობათა შიგნით ხანგრძლივი დროით მომუშავე ადამიანები ჩვენ ვართ, ექიმები. ასევე შეიძლება იყოს ოფისის თანამშრომლები, ფაბრიკებსა და საწყობებში მომუშავე, სადაც ისეთი პირობებია, რომ საერთოდ გამორიცხულია ინსოლაციის ფაქტორი. ტაქსის ძღოლები არის სხვა შორის აი ამ რისკის ჯგუფებში შეყვანილი, იმიტომ რომ არ უნდა გასაგებია რატო, ხო? ღამის ცვლის მუშაკები, ახლა შეიძლება ვინმე მიკითხოს, ღამე ხო ულტრაესპერცხიები არ არის და ღამე რომ მუშაობს, ის დღისით ძინავს და გარეთ ვერ გამოდის და ამიტომ ბუნებრივია რომ პრობლემა ექნება. აი აქ მუქი ფერის კანის მქონე ადამიანები. აი აქ რატომ არის, იმიტომ რომ მელანინი, რომელიც მუქი ფერის კანის პატრონებს აქვს, თანხავს ულტრაესპერცხიებს და ის ვეღარ იღებს მონაწილეობას ეს რა ქვია D-ვიტამინის სინთეზში. და მძიმე ქრონიკული ავადმყოფობით შეპყრობილი ადამიანები ბუნებრივია, მწოლიარები არიან, ვერ გამოდიან და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. ავადმყოფობანი შეიძლება ჩამოვთვალოთ, რომელთა დროსაც არსებობს მაღალი რისკი D-ვიტამინის დეფიციტის. შაქრიანი დიაბეტი შედის აქ, თირკმლების ქრონიკული ავადმყოფობა, კუთვნილ-ტლავური მალაბსორბციის სინდრომი, პარათიროიდული დაზიანებები, სიმსუქნე შედის აი ამ ჯგუფში. ბარიატრიული ქირურგიის ჩარევის შემდგომი მდგომარეობა, ვისაც აქვს და ღვიძლის ქრონიკული მძიმე ავადმყოფობები, გასაგები არა, ღვიძლში სერიოზული გარდაქმნები მედის. არსებობს კიდევ ჯგუფები, სადაც საყურადღებოა ამ მხრივ, ეს არის ადამიანები, რომლებიც იღებენ ხანგრძლივად, ქრონიკულად ისეთ პრეპარატებს, რომლებიც თურმე მოქმედებენ D-ვიტამინის კატაბოლიზმზე და ეს არის ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი, დექსამეტაზონი, რიფამპიცინი, ნიფედიპინი, სპირინოლაქტონი, რეტონავირუსი, ციპროტერონის აცეტატი, D-ვიტამინის დეფიციტის მქონე დედების ჩვილებს აქვთ ეს. ეს ჩვენი
საუბრის პირველი ნაწილი. ამით შეიძლება დავამთავროთ. ახლა ეს სურათი ალბათ გეცნობათ. ეს არის სწორედ ფასადი იმ შენობის, სადაც ახლა ჩვენ ვართ. ეს სურათი გადაღებული არის მე-20 საუკუნის დასაწყისში. სხვა შორის ეს შენობა აშენებულა 1910 წელს. ოფიცერთა რაღაც ეკონომიკური გაერთიანების დაკვეთით. არქიტექტორები ყოფილან თურმე გვარები აღარ მახსოვს, ესენი იტალიელი არქიტექტორები და მე ვფიქრობ, რომ ნიჭიერი ხალხი იყო ეთყობა, იმიტომ რომ მართლაც შესანიშნავი შენობაა. ეს მე მგონი 1934 წელს უნივერმაგად გადაკეთდა და ჩემი ბავშვობისა და ახალგაზრდობის დროს აქ მილიონჯერა ვარ ნამყოფი, მე-4 სართულზე რაღაცა ისინი სადაც ახლა ვარ სავაჭრო გაყოფილებები იყო ისე როგორც სხვა სართულებზე და ახლა ამ სურათზე გამოხატული არის ზუსტად შენობის წინ სახედარი ნახშირით დატვირთული და ეს მენახშირეები და აი ცხოვრება როგორ იცვლება ახლა ჩვენ ავართ და ვატარებთ კონფერენციას. ნუ ეს პატარა ისტორია სურათი შემთხვევით ვნახე და ვიფიქრე რომ თქვენც დაგაინტერესებდათ როგორც მე. ახლა შემდგომ ნაწილზე რომ გადავიდეთ, ახლა ოპტიმისტებმა იფიქრეს ალბათ გაგვანებებს ეს გაზეთავს ალბათ დავთავრდა მოხსენება, მაგრამ ეგრე ადვილად არ გაგანებდა. თუ ძალიან არ გააპროტესტებთ, გავაგრძელებ მეორე ნაწილს. აი ეს არის სწორედ დევიდ ამინის შესახებ ამერიკის ენდოკრინული ასოციაციის, სხვა შორის ახლა ამერიკელმა Endocrine Society რო დაარქვეს, ენდოკრინული ახლა მე გამიგია ენდოკრინული ორგანო. და საზოგადოება სამეცნიერო შეიძლება იყოს ენდოკრინოლოგიური. მაგრამ ეხლა ჩვენ ამისთვის არა ვართ შეკრებილები, რომ ამერიკელები თქვა ვასწავლოთ, მიხედავენ თავის თავს უჩვენოთაც. მოკლედ აი ამ მე რო ვიხმარებ სიტყვა ენდოკრინული, აი ამიტომ ბოდიშივით გამოგიცხადეთ, რომ მე თარგმნე ის, რაც წავიკითხე და აი ეს ენდოკრინული საზოგადოების კლინიკურ-პრაქტიკული გზამკვლევი არის ასეთი. აქაც ლაპარაკი არის დასაწყისში, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს დევიდ ამინის ორგანიზმის კეთილდღეობისათვის, რომ დევიდ ამინის დაბალი შემცველობა მრავალ პრობლემებთან არის ასოცირებული, რომ ძალიან ბევრი მეცნიერი დღეს ფიქრობს, რომ კი ბატონო დევიდ ამინი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ რაღაცა ნაწილს ეჩვენება გადამლაშებულ, გადაჭარბებულად ის პრობლემები, რომელსაც აღნიშნავენ დევიდ ამინის ნაკლებობასთან დაკავშირებით. ანუ არის უკვე გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ამასთან დაკავშირებით. და თვლიან, რომ კი ბატონო, შეიძლება ვიფიქროთ რაღაც გარკვეულ უარყოფით შედეგებზე დევიდ ამინის ნაკლებობის დროს, მაგრამ ამ მოსაზრების დასაბუთებისათვის დღეს რა მტკიცებულებაც არსებობს, აი ამ ნაწილი მეცნიერების აზრით არ არის საკმარისი და უფრო მეტი მტკიცებულებაა საჭირო. აი ამ მოსაზრებით და აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე გააქტიურდა ის ნაწილი მეცნიერების და პრაქტიკოსებისა, რომლებიც თვლიან, რომ საჭიროა გავარკვიოთ სიტუაცია, რადგან მიაჩნიათ, რომ ბევრ საკითხში არის გაუმართლებლად გადაჭარბებული აქტიურობა, როგორც დევიდ ამინის ლაბორატორიული განსაზღვრების სიხშირის თვალსაზრისით, ისე დევიდ ამინის გამოყენების თვალსაზრისით. აი აქ მაგალითად ასეთი ციფრები მოყავთ, აი ამ გაიდლაინის შესავალ ნაწილში, რომ 1000 ერთეული და 25 მიკროგრამია ქოლიკალციფეროლის ხმარება 2000 წელთან შედარებით 2014 წლისათვის აღმოჩნდა, რომ 0.3%-დან
18%-მდე გაიზარდა. ეხლა ასევე გაიზარდა ტესტირებების რაოდენობა. ანუ ძალიან 14-15 წელიწადში ძალიან მკვეთრად მოიმატა როგორც D-ვიტამინის გამოყენება, ისე ტესტირებების რაოდენობა. ეხლა მე ვფიქრობ, ყველაზე მეტად ამ ფაქტით სადაზღვეო კომპანიები არიან შეწუხებულები, რადგანაც თუ კი დასაბუთებული იქნება, რომ საჭიროა ტესტირებას ჩატარება ყველა შემთხვევაში, რომ თუ კი დადასტურებული იქნება, რომ საჭიროა D-ვიტამინის ასე ფართოდ დანიშნვა, ცხადია, რომ მათი ხარჯი განუზომლად იზრდება. არ გამოურიცხავ, რომ ის, რასაც ახლა მე მომდევნო სლაიდებზე მოგახსენებ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მაინც არ არის საბოლოო, რასაც მედიცინა იტყვის და შეიძლება ეს იყოს მეორე უკიდურესობა დღეს არსებულ სიტუაციასთან შედარებით. საქართველოშიც იგივე სიტუაცია გვაქვს. მარჯვნივ და მარცხნივ ინიშნება D-ვიტამინის პრეპარატები და ყველა პაციენტს ენიშნება D-ვიტამინის გამოკვლევა. ჩვენ ეს თვით გვემას ნუ დავიწყებ, მთელ მსოფლიოშია ეს სიტუაცია, მარტო ჩვენ არა ვართ ყველაზე ცუდი ხალხი და დანარჩენები კარგები. ესეთ სიტუაცია მთელ მსოფლიოში და ახლა მე მაგონდება ის სიტუაციაც, მაგალითად, როდესაც იყო პერიოდი ფარისებჯიკის კვანძებთან დაკავშირებით, როდესაც ულტრაბგერაც კი არ არსებობდა და ხელების ფათურით ცდილობდეთ პალპატორულად და ვიზუალურად სიტუაცია შეგვეფასებინა და მე როგორც კი გაგვითენდა ეს ბედნიერი დღე, რომ ასპირაციული ბიოპსია შესაძლებელი გახდა, ყველა კვანძის შემთხვევაში საწყალ პაციენტებს ვიტყვი ვაგზავნიდით, მეც ვწოდავდი ალბათ ასპირაციული ციტოლოგიის ჩასატარებლად და მე აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო მარტო ჩვენთან ამერიკის თიროიდოლოგთა ასოციაცია იძულებული გახდა შეემუშავებინა გაიდლაინი, სადაც შეძლების დაგვარად ცდილობდა მოეწესრიგებინა ეს სიტუაცია, რომ ვის სჭირდება ბიოპსია და ვის არ სჭირდება ბიოპსია. აი ეს გაიდლაინი, რომელზედაც ახლა დღეს ჩვენ D-ვიტამინთან დაკავშირებით საუბარი გვექნება, ამის მცდელობაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ის რასაც მე მოგახსენებ, ზოგში გამოიწვევს გაკვირვებას, ზოგში გამოიწვევს აღშფოთებას, იმედი მაქვს, რომ მე აქედან ცოცხალი გავასწრებ, მაგრამ ძალიან ბევრი შეიძლება გაუგებარი სიტუაცია შექმნას. აი ამ სულისკვეთები და აი ამ პატარა თუ ხანგრძლივი შესავალით შევეცდები შემდგომი დებულებები გავაშუქო. ნუ აი აქ კიდევ კითხვები რა არის, რომ საკამათო გახდა სისხლის D-ვიტამინის ოპტიმალური დონის დადგენა. ეს წეგან უკვე ვთქვი, რომ რასაც ადრე ჩვენ ვიძახდით, რომ ეს არის ნორმა, ეს არის დეფიციტი, ეხლა ამაზეც არ გახლავთ და საქმე იქამდე მივიდა, რომ თქვენს რომ საერთოდ გაანებეთ თავი ამ კუთხიდან შეფასებასო. ნუ მართალი გითხრა, მე როგორც ერთ-ერთი თქვენთაგანი პრაქტიკოსი ექიმი, ცოტა არ იყოს თავს ცუდად გრძნობ, იმიტომ რომ თუ პაციენტთან სიტუაციაში რაღაც პარამეტრის შეფასების შესაძლებლობა არ მექნება, როგორ ვიმსჯელო, როგორ გამოსავალი, როგორ მოვძებნო. მაგრამ ნუ აი გავეცნოთ რას გვეუბნებიან. ეს შეკითხებია ახლა რაც უკვე ვილაპარაკე და ამაზე დროს არ დავკარგავთ. აი გზამკვლებზე გადავიდეთ, იქ ძალიან კარგად არის სხვა შორის დავარქვათ ორგანიზაციული თვალსაზრისით დასმულია შეკითხვა და მე არის მცდელობა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი მივიღოთ და ეს ნამდვილად უფრო გვეხმარება შინაარსის უკეთ წარმოდგენაში. აი მაგალითად შეკითხვა ასეთი. გამართლებულია თუ არა D-ვიტამინის ემპირიულად, ემპირიულად რა არის? წინასწარი გამოკვლევის გარეშე, აი ამას სჭირდება, ამას არ სჭირდება. ჩვენ დღეს ასე ვაკეთებთ, რა ანალიზს ვატარებთ და მე ვწყვიტავთ D-ვიტამინის მხრივ როგორ მოვიქცეთ. შეკითხვა კი გვეუბნება ემპირიულად გამართლებულია თუ არა ყოველგვარი ანალიზის გარეშე 1-დან 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს
მიეცეს ვიტამინი D. პასუხი ასეთია. რეკომენდაცია პირველი. ბავშვებსა და მოზარდებს 1-დან 18 წლამდე მიზანს შეწონილია ემპირიულად დაენიშნოს ვიტამინი D, რაც საჭიროა რაქიტისა და სასუნთქი გზების ინფექციის რისკის შესამცირებლად. ხადი ახლა ემპირიულად გამოყენებამ გულისხმობს რომ მithumetes ახლა ჩვენს პირობებში ადამიანი იღებს საკვებს რომელიც ასე თუ ისე რაღაცა გარკვეული რაოდენობით შეიცავს ამ D ვიტამინს და ლაპარაკია იმაზე რომ ამის გარდა ბავშვებს და მოზარდებს გამართლებულია თუ არა რომ მიიღწეთ ჩატარებული კლინიკური კვლევების შინაარსიდან გამომდინარე, როდესაც აი ამ საკითხის შესასწავლად იყენებდნენ D ვიტამინს სხვადასხვა დოზით 300-დან 2000 საერთაშორისო ერთეულამდე და მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ გამართლებულია, საშუალო დოზა რო გამოიანგარიშეთ, ეს არის დაახლოებით 1200 საერთაშორისო ერთეული. ესე იგი, აი ამ გაიდლაინის, აი ამ პუნქტიდან შეიძლება დახსნა გავაკეთოთ, რომ 1-დან 18 წლამდე ეკუთვნით 1000-1200 ერთეული D ვიტამინი, ну რაღაცა რაოდენობა აქ იგულისხმება ცხადია, კიდევ ერთხელ ვამბობ, საკვებთან ერთად მიღებული D ვიტამინის რაოდენობა, მაგრამ როგორც ჩანს, გამზადებული სახით, იგივე ქოლეკალციფეროლის სახით, მიცემა არის გამართლებული. მეორე კითხვა. გამოვიყენოთ თუ არა ემპირიული მიდგომის ტაქტიკა არაორსული მადლობელია. არაორსული 50 წლამდე მოზრდილი ასაკის ადამიანებში. მერეც მომიწევს გამეორება და ეხლა მაინც ვიტყვი. ლაპარაკი არ არის იმ კატეგორიის ადამიანებზე, რომლებსაც კონკრეტული პათოლოგიის გამო აქვთ, ან კონკრეტული მდგომარეობის გამო აქვთ მაღალი ალბათობა D ვიტამინის დეფიციტისა. აქ ლაპარაკი არის მთლიან მოსახლეობის მიდგომაზე. როგორ, აი მაგალითად, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, მცირე გამონაკლისის გარდა, სჭირდება იოდით პროფილაქტიკა და ამიტომ არის იოდირებული მარილი, რომელსაც ყველა ადამიანი იყენებს, თუმცა რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ არის ძალიან მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული კატეგორია თქვათ იგივე კვანძოვანი ციყვების ის შემთხვევა, სადაც ავტონომიურად ფუნქციონირებადი კვანძებია და იქ შეიძლება თიროტოქსიკოზი გამოიწვიოს. ანუ გამონაკლისი არსებობს, მაგრამ მასიური პროფილაქტიკა ტარდება იოდის დამატებით, იოდირებული მარილით. აი ამაზეა ლაპარაკი, რომ D ვიტამინი ასე მასიურად გამოვიყენოთ 50 წლამდე მოზრდილების შემთხვევაში. და კიდევ თქვათ გაკეთდა ანალიზი და ნახეთ რომ რაღაცა დაბალი შემცველობაა. აუცილებლად ანალიზის საფუძველზე უნდა დავნიშნოთ აი ამ კატეგორიის ხალხში 50 წლამდე დასრულებს. ანუ თუ დავინახოთ რომ მინიმუმზე ნაკლებია, ისე არ დავნიშნოთ. გზამკვლევის ავტორები ეწინააღმდეგებიან 50 წელიწადზე ახალგაზრდა ადამიანებისათვის D ვიტამინის ემპირიულად დანიშნას. ანუ სულ ყველას ასე განურჩევლად D ვიტამინის მიცემა არ მიაჩნიათ გამართლებულად. ახლა პატარა შენიშვნას მოაყოლეს აი ამ რეკომენდაციას, რომ ეს რეკომენდაცია გულისხმობს, რომ ემპირიულად არ უნდა დაენიშნოს D ვიტამინი ისეთი დოზით, რომელიც აჭარბებს სადღეღამისო მოხმარების ნორმას. ესე იგი, თუ ადამიანი საკვებთან ვარაუდი გვაქვს და საკვებთან ისოლაციის ფაქტორი და ასე შემდეგ, რაღაც გარკვეულ D ვიტამინის მიღების ალბათობა აქვს, ეს ალბათობა არის, დაახლოებით ასეთი
600 საერთაშორისო ერთეული დღეში, მაშინ არ არის საჭირო აი ამ D ვიტამინის დამატებით მიცემა, როგორც კეთილდღეობის უფრო მეტი გარანტიის ვარაუდით. მეორე დებულება კიდე რუტინულად არ უნდა უტარდებოდეს ამ კატეგორიის ხალხს, ანუ 50 წელზე ახალგაზრდა, იგულისხმება 18-დან 50 წლამდე. რომ ყველას რამდენი ადამიანი შემოვა პაციენტი თუ არ აქვს ჩვენ საფუძველი, ვიფიქროთ რომ მას D ვიტამინის მხრივ პრობლემა ექნება, მხოლოდ იმიტომ რომ იმან ჩვენი ეს რა ქვია კაბინეტის ზღურბს გადმოაბიჯა, ყველას არ უნდა დაენიშნოს D ვიტამინის ანალიზი. ცოდვა აღიარებული ჯობია. ვინც კი ახერხებს ანალიზის გაკეთებას, აქამდე ჩვენ ყველას უკეთებდით ამ ანალიზს. ყველა ვერ ახერხებს, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ვეუბნებოდ D ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია და მოდი ერთი ვნახოთ ხომ არ აქვს დეფიციტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება ეს სადაზღვევო კომპანიამ შეუკვეთა ასეთი ეს რა ქვია რჩევა დაეწერათ, მაგრამ ნუ მეორე მხრივ მათ აქ ხოდათ ამის საფუძველი, იმიტომ რომ საკმარისი მტკიცებულება არ იყო, რომ ეს იყო საჭირო. რატომ არსებული კლინიკური კვლევებით არ დასტურდება, რომ 25 ჰიდროქსი ვიტამინი D-ს რუტინული ტესტირების წყალობით აი ზოგად პოპულაციაში მთლიან მოსახლეობაზეა ლაპარაკი, რაიმე დამატებითი სპეციფიური სასარგებლო შედეგი შეიძლებოდა იყოს მიღებული. და ამიტომ ვირჩევ რეკომენდაცია 3 ასეთია. რუტინულად არ უნდა ტარდებოდეს 25 ჰიდროქსი ვიტამინი D სკრინინგი D ვიტამინის დანიშვნის საკითხის გადასაწყვეტად. და რომ რუტინულად არ უნდა ტარდებოდეს აი ამ 25 ჰიდროქსი ვიტამინი D-ს დონის მონიტორინგი, D ვიტამინის დოზა რომ დავაზუსტოთ, ეს დოზა ყოფნის თუ არ ყოფნის. ანუ რუტინულად მთელ მოსახლეობაში ასეთი კვლევების ჩატარება გაუმართლებელია, რადგან მიღებული ეფექტი უფრო ნაკლებია ვიდრე დახარჯული რესურსები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ეხება მხოლოდ ჯანმრთელ პოპულაციას, რომელსაც რაიმე სპეციფიური ჩვენება ანალიზისათვის არ გააჩნია და თუ იქ რაღაც პრობლემაა, მაგალითად ჰიპოკალცემია და მიზესიკლო, ცხადია რომ ასეთ შემთხვევაში D ვიტამინის საკითხი გამოკვლეული უნდა იყოს. შემდეგი შეკითხვა ასე ჟღერს. ემპირიულად დაუნიშნოთ თუ არ დაუნიშნოთ ვიტამინი D, ეს უკვე მომდევნო ასაკობრივი ჯგუფია. 1-დან 18 წლამდე ვისაუბრეთ, 18-დან 50-მდე ვისაუბრეთ, ეხლა ვლაპარაკობთ 50-დან 74 წლამდე. მოდილი ასაკის ადამიანებს. დაუნიშნოთ ყველას თუ არ დაუნიშნოთ. და კიდე შეკითხვა. მაინდამაინც თუ გვაქვს ანალიზის პასუხი უკვე გვიჭირავთ, თქვა გააკეთა უჩვენოთ. აი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუნიშნოთ, როცა ნორმის მინიმუმზე ნაკლებია. რეკომენდაცია ამ კითხვაზე ასეთ პასუხს იძლევა. საერთო პოპულაციაში 50-დან 74 წლამდე ასაკის ადამიანებს რუტინულად არ უნდა დაენიშნოთ D ვიტამინის პრეპარატის მიღება. ანუ განურჩევლად ყველას 50-დან 74 წლამდე ასაკის ადამიანებს ასეთი დანიშნულება არ ამართლებს, რადგანაც სასარგებლო შედეგი არ არის და ხარჯი კი ძალიან დიდია. გვეუბნება აი ეს guideline. რაც შეეხება განმარტებას, ცხადია განმარტება ასე ჟღერს, რომ საერთო პოპულაციაში 50-დან 74 წლის ასაკის ადამიანები ამა თუ იმ ბუნებრივი წყაროდან ყოველდღიურად უნდა იღებდნენ D ვიტამინს. ნუ ბუნებრივია ეხლა მაგის იმედი შეიძლება გქონდეს, რომ რაღაცა რაოდენობით ვიღებ. დადგენილი ნორმის შესაბამისი რაოდენობით, რაც ნუ დაახლოებით არის ასეთი 70 წლის ასაკის ადამიანებს 50-70 600 ერთეული ეყოფათო და 70 წლიდან 74 წლამდე ნუ 800 ერთეული, ნუ 70 წელიწადზე 70 წელიწადზე მეტი. და შესაბამისად რეკომენდაციას აცეცია, რომ საერთო პოპულაციაში
არა სპეციფიურში, არამედ საერთო პოპულაციას. ყველას განურჩევლად 50-დან 74 წლის ასაკის ადამიანებს რუტინულად ნუ ჩაუტარებთო D ვიტამინის ანალიზი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი არის სამედიცინო ჩვენება და არა იმიტომ, რომ კარგი ცხოვრება გვაქვს, შეგვიძლია გავსაზღვრო და მოდი გავაკეთოთ ანალიზი. იგივე დებულებით გაგრძელება, რომ გვირჩევენ რუტინულად არ უნდა ტარდებოდეს აი ეს 25 ჰიდროქსი ვიტამინი D სკრინინგი, D ვიტამინი დავნიშნო თუ არ დავნიშნო. არ არის გამართლებული, რომ ყველას, ვისაც საფრთხე არ ემუქრება, ემუქრება თუ არ ემუქრება, აუცილებლად ყველას უნდა ჩაუტარდეს D ვიტამინის ანალიზი. ეს რა თქმა უნდა წეღანაც თქვი. დღემდე ჩვენ ასე არ ვიქცეოდით. და რუტინულად არ უნდა ტარდებოდეს ასევე ლაბორატორიული გამოკვლევა, აი ამ 25 ჰიდროქსი ვიტამინი, D ვიტამინის გამოკვლევა, იმიტომ რომ დავაზუსტოთ ერთი დოზა, რასაც იღებს მეტი მიცე თუ ნაკლები მიცე. და ყველა ამ დებულების შემდეგ, იმიტომ რომ ალბათ გაუგებრობა რომ ნაკლები იყოს, აი თქვენ შეამჩნიეთ, რომ ასეთი შენიშვნაა, რომ ლაპარაკია მხოლოდ ჯანმრთელ მოზრდილ ადამიანების საერთო პოპულაციაზე. და სპეციფიური პოპულაცია თუ არის, რომელსაც პრობლემები ამ მხრივ შეიძლება ჰქონდეს, ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ეს გაიდლაინი არ ეწინააღმდეგება დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. შემდეგი შეკითხვა ასეთია, ემპირიულად უნდა მიიღონ თუ არ უნდა მიიღონ D ვიტამინის დამატებითი რაოდენობა ბუნებრივ წყაროებთან ერთად 75 წლის და მეტი ასაკის ადამიანებმა. ისევე შეკითხვა მაქვს, თუ ძალიან მოსაწყენია და თქვენ კერძო საუბარი გირჩევნიათ, ხომ არ დავასრულოთ? არა გეუბნები. იმიტომ რომ საოცარი შვენიერი ღუღუნი ისმის სულ და თუ წინააღმდეგი არ იქნები, მე ვისაუბრებ. რაც შეეხება შემდგომ შეკითხვას, 75 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის D ვიტამინის დამატებითი ულუფის მიღება არის თუ არა გამონაკლისის სახით საჭირო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანალიზის პასუხი არის დაბალი. ეს იგივე კითხვა არის, რაც წინა ასაკობრივ კატეგორიას ეხებოდა. აი რას გვეუბნება გზამკვლევი, რეკომენდაცია, მეექვსე რეკომენდაცია. გზამკვლევის ავტორები გვირჩევენ, რომ საერთო პოპულაციაში 75 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებმა ემპირიულად მიექცეთ ყურადღება, უკვე ლაპარაკი არის 75 წელი და მეტი. უნდა მიიღონ, არ უნდა არავითარი ანალიზის გაკეთება. დაბადების მოწმობაში ჩაიხედეთ ან პასპორტში და 75 წლის და მეტი ასაკის ადამიანმა უნდა მიიღოს D ვიტამინი, ცოტა მოგვიანებით გეტყვით რა დოზით, რადგანაც არსებული მონაცემებით ეს სიკვდილიანობის რისკს ამცირებს. ალბათ ამცირებს, ხო ყველა ხوارდაწევს. 75 წელს თუ მივაქციოთ და გადავწდით. მე მაგალითად ვიღებ. და ვცდილობ ჩემი სიკვდილიანობის რისკი შევამცირო. რას გულისხმობთ ახლა, როგორ მივიღოთ ეს დოზა? რა თქმა უნდა, ვიტამინის მდიდარ საკვებთან ერთად პრეპარატის სახით, ეს შეიძლება იყოს ვიტამინების კომპლექსის შემავალი D ვიტამინი, შეიძლება იყოს მონოპრეპარატის სახით და ასე შემდეგ. ხო, აი აქ ერთი მომენტი არის, როგორ მივიღოთ? ვიტამინის დამატებითი ულუფა, აი ემპირიულად გადავწყვიტოთ, რომ მივიღოთ. როგორ დავუნიშნოთ? ყოველდღიურ რეჟიმში თუ რაღაც პერიოდულობით, მაგალითად, ერთი კვირის ნორმა მივცეთ კვირაში ერთხელ. ან ერთი თვის ნორმა მივცეთ თვეში ერთხელ. ახლა აქამდე იყო ასეთი, მაგალითად, ოსტეოპოროზის მკურნალობის რეკომენდაციებში ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ეხებოდა D ვიტამინს, იქ ეწერა დღიური დოზით მიეცეთ 7000 ერთეული ან 50000 ერთეული კვირაში ერთხელ და არის კიდეც ეს 50000-იანი პრეპარატი და
გვეუბნებიან რომ იცით რა უფრო ბუნებრივია ყოველდღიურად რომ მიიღოს ადამიანმა და არ არის სასურველი ახლა რა თქმა უნდა რეპრესიებს არავინ მოგვიწევს და საექიმო დანაშაულად არ ჩაითვლება თქვათ თუ კი რაღაც პერიოდულობით რეჟიმს შეურჩევთ მაგრამ გვეუბნებიან რომ ასე ჯობია რაც შეეხება დოზირებას სხვადასხვა დოზები იყო შესწავლილი და მაინც აღმოჩნდა თვლიან რომ 800-900 საერთაშორისო ერთეული ყოველდღიურად არის ის დოზა რომელიც თუ კი რამის გაკეთება შეიძლება აი ეს დოზა საკმარისია რომ აი ეს დადებითი ეფექტი მოღწეს ისე რომ რაც უფრო დიდ დოზას მივიღებ უფრო დიდ ხანს ვიცოცხლებო რა თქმა უნდა ეს ასე არ არის და ტესტირება არ არის საჭირო გვეუბნებიან აი პაციენტი არის ზოგადად აბოდის პაციენტი კი ადამიანი 75 წლის და მეტი ასაკის არ არის საჭირო ტესტირება პირდაპირ დაუნიშნეთო ეს დოზა 75 წლისა და მეტი ასაკის ადამიანების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევებით ვერ დადგინდა როგორი უნდა ყოფილიყო აი ამ D ვიტამინის დონეს რომ საზღვრავთ სისხლში. ზღურბლოვანი დონე, რაც საკმარისი იქნებოდა აი ამ სპეციფიური შედეგის მისაღებად. აი ამ გაუგებრობამ გამოიწვია ის, რომ გვეუბნებიან, რომ საერთოდ ამ გრადაციას თავი გაანებენ. მეც არ მომწონს და დამაბნეველი მგონია, მაგრამ ასეთია. კიდევ რას გვირჩევენ ავტორები, რომ რუტინულად არ უნდა ტარდებოდეს აი ამ D ვიტამინის სკრინინგი D ვიტამინის საკითხის გადასაწყვეტად. ამას აკმაყოფილებ კატეგორიაზე ლაპარაკი. და არც D ვიტამინის ლაბორატორიული კვლევები არ უნდა ჩატარდეს ამ კატეგორიაში. მივიღოთ თუ არ მოგეუბნებიან, რომ ყველა შემთხვევაში მივიღოთ 75 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის ეს არის დადებითი ეფექტის მომტანი აი ამ 800-900 ერთეული დღიური, ну, კაი 1000-იც რო იყოს ახლა უფრო ორსულებს რაც შეეხება, ესეც ძალიან საინტერესო თემაა. და ბუნებრივი შეკითხვა, საჭიროა თუ არ არის საჭირო, რომ ორსულებმა ემპირიულად, ანუ ყველა ორსულმა მიიღონ D ვიტამინის დამატებითი რაოდენობა. ну, იგივე ხდება როგორც ბუნებრივ წყაროებთან, საქორწინო და შემდეგ ისოლაცია და პლუს დამატებით. და კიდევ შეკითხვა, რომ მაინდა-მაინც ლაბორატორიულ მონაცემებს დავეყრდნოთ ორსულებში? რეკომენდაცია ასე ჟღერს. ორსულებში ემპირიულად, ორსულებმა ემპირიულად უნდა მიიღონ D ვიტამინი, რაც პოტენციურად ამცირებს პრეეკლამპსიის რისკს და აუმჯობესებს ისეთი მახასიათებლებს, როგორც არის მუცადყოფის პერიოდში ნაყოფის სიკვდილი, ნაადრევი მშობიარობა, გესტაციურ ასაკთან შედარებით დაბალი მაის მქონე ახალშობილთა დაბადება და ნეონატალური სიკვდილობა. რას ემყარება ახლა ეს რეკომენდაცია? ეს ემყარება ორსულობის პერიოდში ჯანმრთელი ადამიანის მონაწილეობით კლინიკური კვლევებიდან მიღებულ მტკიცებულებებს. ორსულობის დროს D ვიტამინის ემპირიული მიღება გულისხმობს შესაბამისად გამდიდრებული საკვების ყოველდღიურ გამოყენებას, ისევ როგორც პრენატალური პერიოდისთვის განკუთვნილი D ვიტამინის კომპლექსური ფორმულის ან D ვიტამინის მონოპრეპარატის ეს აბები იქნება თუ ტრენდები ხმარებას. და ორსულობის დროს D ვიტამინის დოზირებას რაც შეეხება, ну, იქ კვლევებში სხვადასხვა დოზები იყო გამოყენებული და საშუალოდ ეს შეადგენს 2500 საერთაშორისო ერთეულს, რომელსაც აი ეს გაიდლაინი რეკომენდაციას ადლებს, რომ ყველა ორსულმა უნდა მიიღოს ყოველგვარი ტესტირების და ყოველგვარი ლაბორატორიული კვლევების გარეშე. ყოველგვარი, ანუ D ვიტამინზე გულისხმობ ყოველგვარი კი არა. და აი აქცერია, რომ არ არის საჭირო რუტინულად ყველას უტარდებოდეს D ვიტამინის გამოკვლევა ორსულობის დროს. არ ჩავატაროთ ორსულობის დროს რუტინულად
25 ჰიდროქსი, ანუ D ვიტამინის დონის სკრინინგი, D ვიტამინის დანიშნვის და არ დანიშნვის საკითხის და დოზის კორექციისთვის გვეუბნებია. რაც შეეხება D ვიტამინის როლი პრედიაბეტის დროს. საჭიროა თუ არ არის საჭირო D ვიტამინის ემპირიული მიღება? ემპირიულად პრედიაბეტის მქონე მოზრდილი ასაკის ადამიანებისთვის, როდესაც პრედიაბეტის არსებობა დადასტურებულია გლიკემიური კრიტერიუმებით. იგულისხმება ამ შემთხვევაში ამერიკის დიაბეტური ასოციაციის ის კრიტერიუმები, რომელიც ითვალისწინებს უზმოდ გლიკემია როგორ არის, გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტი როგორია და ასე შემდეგ. აი ავტორები გვირჩევენ, რეკომენდაცია ასეთია, რომ დიაბეტის მხრივ თუ აქვს მაღალი რისკი პრედიაბეტის სტადიაში ადამიანს, უნდა მიეცეს ყველას ყოველგვარი ლაბორატორიული ვიტამინის გამოკვლევის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს ცხოვრების სტილის მოდიფიკაციას, იგულისხმება სწორი კვება, სწორი ფიზიკური აქტივობის რეჟიმი, მაგრამ აი D ვიტამინის დამატება ამცირებსო პრედიაბეტიდან დიაბეტში გადასვლის საფრთხეს. და დოზირება აქაც ასეთია, სხვადასხვა დოზა იყო გამოყენებული კლინიკურ კვლევებში, მაგრამ საბოლოოდ საშუალოდ თუ ვიგულისხმებთ, ეს არის 1000 საერთაშორისო ერთეული ვიტამინი D, ქოლიკალციფეროლის სახით 25 მიკროგრამი დაახლოებით. ანუ პრედიაბეტის დროს არ არის საჭირო ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, ნეტა როგორ აქვს სისხლში D ვიტამინი. პრედიაბეტი თუ აქვს, დაუნიშნოთ უნდა D ვიტამინი 1000 ერთეული დღიური დოზით. აქაც არის დასმული კითხვა ყოველდღიური რეჟიმი თუ პერიოდული მიღება და ყოველდღიურ რეჟიმს ანიჭებენ უპირატესობას. მოზრდილი ასაკის ჯანმრთელ ადამიანებს რუტინულად არ უნდა უტარდებოდეთ D ვიტამინის სკრინინგი. ანუ ჩვენ ამაზე თქვით უკვე, რომ ის რაც ტარდება ყოველთვის არ არის გამართლებული. ხო, ახლა ჩვენ თქვით, რომ მუქი ფერის კანი ვისაც აქვს, ალბათ იგულისხმება არა მხოლოდ თქვათ შავგვრემანები, არამედ ზოგადად შავგვრემანებზე უფრო მუქი ფერის კანის ფლობელები. ახლა აქ ცოტა მეშინიას რამე არ წამომწდეს იქ ეს რა ქვია ადამიანის უფლებების შემლახველი ტერმინი. არ ვიცი, ზანგი არ უნდა ვთქვა მეგონი რა. შავკანიანი აფრო-ამერიკელი. აფრიკელი? კაი, მოკლედ ამ ხალხს ცნობილია, რომ D ვიტამინის ნაკლებობის რისკი აქვთ. წეგან შევეცადე ამეხსნა რატო? იმიტომ რომ მელანინის თანხავსო იმ ულტრაიფერცხლებს და D ვიტამინის სინთეზისათვის კანში ვეღარ იცვლის. აი აქ დასკვნა გააკეთეს, რომ მარტო იმიტომ რომ მუქი ფერის სახის კანი აქვსო, სკრინინგს ნუ ჩაუტარებთ. მადლობა ღმერთს, ახლა ჩვენ მაინდა-მაინც ამ პაციენტებთან არა გვაქვს საქმე, მაგრამ ხომ არის მართლაც გაუგებარი, თუ ერთის მხრივ მე მეუბნები, რომ მუქი ფერის ვისაც აქვს, იმას საფრთხე აქვს. რატო არ ჩაუტარო სკრინინგი? სადი გაიგე ამ ამერიკელების საქმე, რა ვიცი. გზამკვლევის ავტორებმა ვერ აღმოაჩინეს რაიმე ისეთი კლინიკური კვლევაო, აი საფუძველი რატომ დაასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა D ვიტამინთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის შედეგების კავშირი კანის ფერთან. მონაცემებთან ანალიზით ვერ დასტურდება D ვიტამინით მიღწეული რაიმე სარგებელი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის არავითარი პრობლემა არ ჰქონია და თვით იდენტიფიცირებით თავს აკუთვნებენ კანის მუქი ფერით მქონე რასას. ანუ მხოლოდ ის, რომ ის არის მუქი ფერის კანის პატრონი, თუ ყოველ მხრივ ჯანმრთელია და
ჯანმრთელობის მხრივ არავითარი კითხვები არ არის. რა მუქი რა შავი ხარ ბიჭო, მოდი ერთი შენი ანალიზი ჩავატაროთ და ესე ნუ გააკეთებ. და კიდევ სიმსუქნის დროს წეგან მე რომ სია ჩამოგიწერეთ, იქ ეწერა რომ სიმსუქნის მქონე ადამიანებს აქვს რისკი ჰქონდეთ დ-ვიტამინის ნაკლებობა. და კითხვა დასვეს, რა ვქნათ, ვინც უკანია, ყველას გავუკეთოთ ეს ანალიზიო? არ არის გამართლებულიო წერენ ამ გზამკვლევის ავტორები, მხოლოდ იმიტომ, რომ სუქნები არიან. რადგანაც ვიკვლიეთ და ის ღურბლოვანი დონე ვერ დავადგინეთ, რომლის იქით საფრთხე ემუქრებათ ამ ხალხს. და თუ კი ვერ დავადგინეთ ეს ღურბლოვანი დონე, მაშინ რა აზრი აქვს ანალიზ, მაინც ვერ გეტყვი ეს სახიფათოა თუ არ არის სახიფათო. აი ასეთია ლოგიკა. და კიდევ ეს აიცლათ რომ ძირში ბოქს ხიპავს, ეხლა რასაც გეტყვით. დასასრულ ნაწილში ერთი ფრაგმენტი მიუძღვრეს გზამკვლევის ავტორების პასუხისმგებლობის საკითხს. და ნახე რას გვიწერენ. გზამკვლევის ტექსტის დასასრულ ნაწილში, ხო, ამერიკის ენდოკრინულმა საზოგადოებამ კლინიკური პრაქტიკის გზამკვლევის შეიმუშავა მითითებებისა და რეკომენდაციების, ეს თვითონ წერენ ამას, ეს სხვისი შენიშვნა კი არ არის. რეკომენდაციების სახით გარკვეულ საკითხებში ენდოკრინოლოგთა დასახმარებლად. მე ვიტყოდი დასაბნევად უფრო კარგი. ეს დოკუმენტი არ უნდა განიხილებოდეს პაციენტისადმი საექიმო დამოკიდებულების ყოვლის მომცველ განსაზღვრულ სახელმძღვანელოდ. გზამკვლევის ავტორები ჯერ სადახარ მოიცავ. არ პირდებიან რაიმე კონკრეტულ შედეგს და არ თავაზობენ საექიმო საქმიანობის სტანდარტებს მოცემულ საკითხებზე. დავთამაშე ცოტა. გზამკვლევი არ კარდახობს რომელიმე კონკრეტულ პაციენტის კურნალობის ნუ გასაგებია არც ერთი გაიდლაინი კონკრეტულ პაციენტზე ესე არ კარდახობს. ასეთი საკითხები რომ უნდა ხდებოდეს ინდივიდუალურად თუ გასაგებია. მაგრამ ენდოკრინულ საზოგადოებას ანუ იმათ ენდოკრინულ საზოგადოებას ძალისხმევა არ დაუკლია ზუსტი და საიმედო ინფორმაციის მოსაწოდებლადო და წარმოდგენილი პუბლიკაცია საქმის წარმოაჩენს, აი რაც არის ეს არის. საზოგადოება არ გთავაზობს რაიმე აშკარა ან ნაგულისხმებ გარანტიებს ამ რეკომენდაციების სიზუსტისა და საიმედოობის მხრივ. ანუ მე კი გეუბნები, მაგრამ გარანტიას არ გაძლევ, რომ ეს ზუსტია და საიმედოა. საზოგადოება გამორიცხავს ნებისმიერ გარანტიებს შემოთავაზებული რეკომენდაციების ნივთიერი ვარგისობის ან რაიმე მიზნით მათი გამოყენების მხრივ, მათ შორის საკუთრების უფლების ან მესამე პირის უფლების დარღვევის სფეროში. ენდოკრინული საზოგადოება ამერიკის მისი თანამდებობის პირები, დირექტორები, წევრები, თანამშრომლები და აგენტები არ არიან პასუხისმგებლები და არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ, არც განსაკუთრებულ და არც შემთხვევით, ისე როგორც სხვა ნებისმიერ მომდევნო დანაკარგებზე, მათ შორის საქმიანობის დროებით შეჩერებაზე, ანუ ჩვენ რომ ვინმე საქმიანობა დროებით შეგვიჭიროს, ამათ რო დაუჯერეთ, აი ჩვენი ბრალი არ იქნება. მოგების დანაკარგებზე მიუხედავად იმისა, შეიძლება და თუ არა წინასწარ განწყვეტილიყო მათი მოხდენა ამ პუბლიკაციასთან დაკავშირებით, ან მასში არსებული ინფორმაციის გამოყენების, ან მისდამი ნდობის შედეგად. აი ახლა მიხართ რა გავაკეთე. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. სინდისის ქეთლით გიხდით მადლობა.